დღემშვიდობისა ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. აი თქვენთან მოვედი ჩემო ძვირფასებო, როგორღაც მოვედი, ძლივს მოვედი, მომიტევეთ ამ დაგვიანებებისთვის, აი ძალიან დიდ ბოდიშს ვითხოვ, აი პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით, მომიტევეთ და მაპატიეთ. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი საჯარო თემით. აპრილი. რას მოგვიტანს აპრილი? რა უნდა შევცვალოთ აპრილში? რა უნდა გამოვასწოროთ აპრილში და ზოგადად? მოდით აპრილის თვეზე გავშალოთ ახლა საჯარო გაშლა. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მე დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. ჩემო ძვირფასებო, კი თითქოს რაღაცის შიში გაქვთ, ჩემო ძვირფასებო. რაღაცას ელოდებით. შემოთავაზებებს ელოდებით. მეგობრებო, როგორ ენერგიებში ხართ და ეხლავე გეტყვით. თუ კი რაიმე შემოთავაზებები გაქვთ, უეცრად გადაჭრით. რაღაც შემოთავაზებების ენერგიებში ხართ. თუ თქვენთაგანთან, ნებისმიერ თქვენთაგანთან ეხლა რაღაც უცაბედად შემოთავაზება მოხდა, რაღაც შემოგთავაზეს, ეს შეიძლება იყოს სამსახურიც, ეს შეიძლება იყოს ურთიერთობაც. ყველაფერი შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს საბუთებიც, ფინანსებიც, სამუშაო, აი რაღაც შემოთავაზებები, რომლებიც უნდა გადაწყვიტოთ თქვენ წარმატებით და რომელიც მოგიტანთ რაღაც დიდ წარმატებას, ჩემო ძვირფასებო, სათქვენოთ, რომელიც მოგიტანთ ფინანსებს, რომელიც შემდეგადაც თქვენ ამოისუნთქებთ, რო იტყვიან, აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით. თუ კი ეხება ეს ბინის ყიდვას, მანქანის ყიდვას, რაღაცის შეძენას, ის რაზეც უფალს თხოვდით ყველაფერს. აი თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ვინ რას თხოვდით უფალს, ჩემო ძვირფასებო. აი ზუსტად ის მოხდება აპრილში და ამ ენერგიებში ხართ, ჩემო მეგობრებო. ამის მოლოდინის ენერგიებში ხართ. აი წამზე, ჩემო ძვირფასებო, ამას ელოდებით, ასეთ ენერგიებში ხართ. კიდევ რა ენერგიებში იმყოფებით? კი ეს არის თქვენი პრობლემების გადაჭრა, წერტილის დასმა რაღაცასთან. ეს შეიძლება იყოს სამკუთხედებზეც, აი ჩემო მეგობრებო, ყველაფერი ის რაც არის, პრობლემები ყველაფერი შედის სამკუთხედებში, ასე რომ სათითაოდ შეკითხვა არ გამისვათ ამასთან დაკავშირებით. აი ამ სამკუთხედების გადაჭრა თქვენ მოგიტანთ სტაბილურობას, რაღაცის დასასრული, რასაც დაასრულებთ ეხლა, რაც არ უნდა იყოს. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობაც, ეს შეიძლება იყოს სამსახურის გამოცვლა, ადგილმდებარეობის შეცვლა, საბუთების მიღება, დამთავრება, რაღაცის ხელის მოწერა, თუ სასამართლო გაქვთ, თუ რაიმე პრობლემები გაქვთ, ნებისმიერი პრობლემა ის, რაც თქვენ გაწუხებთ, ამ ყველაფერს დაესმება წერტილი მოულოდნელად, და აი ეს ყველაფერი პრობლემები დასრულდება, ჩემო მეგობრებო და თქვენ თავს იგრძნობთ უკვე ამ თვეში, აპრილში. თავს იგრძნობთ სტაბილურად, თუ ეს ეხება ფინანსებსაც მიიღებთ სტაბილურად, ეს იქნება თქვენი შრომის შედეგი და ეს იქნება თქვენი ცოდნიდან მიღებული დამაკმაყოფილებელი პასუხი, თქვენი საქციელიდან. თქვენ გექნებათ რაღაც შემოთავაზებები, ან ელოდებით შემოთავაზებებს, იხედებით სადღაც მომავლისკენ, ჩემო მეგობრებო, აი შორს მჭვრეტელი ადამიანები მიყურებთ და ეს არის თქვენი ტრანსფორმაცია, ეხლა რა პერიოდსაც გადიხართ მეგობრებო, ეს არის თქვენი ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ, ძველის დასასრული და უკვე ახალის დასაწყისი, ახალი ცხოვრებისთვის მომზადების დასაწყისი, მეგობრებო, ასე რომ ეს გელოდებათ უკვე აპრილში და მე თქვენ გილოცავთ, იმიტომ რომ ეს არის წარმატების დასაწყისი. დღეს ვისაუბრებ ვრცლად, ასე რომ არსად არ ვჩქარობ, ჩემო ძვირფასებო, ჩაგიწერთ ჩვეულებრივად ჩემი ტელეფონით და ავტვირთავ YouTube-ზე, ჩემო მეგობრებო. კიდევ რა ენერგიებში ხართ?
კიდევ რა ენერგიებში ხართ? სამართლიანობა. ნახეთ, მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში თუ კი იყოთ ყუილები და იყოთ ყუილები, აქ არის ზურგიდან დანის ჩაცემა, აი მაპატიეთ სამარის გათხრა, ბევრი манипуляციები, ბევრი მაგიები, ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში, სადაც იყავით მთვარეში და ყვავებში და გაჩერებული იყავით და ვერ ხვდებოდით საით წასულიყავით. ჩემო ძვირფასებო, სამართლიანობა, აი ზუსტად სამართლიანობა იზეიმებს თქვენ ცხოვრებაში. თუ კი ელოდებით პარტნიორს და გაურკვევლობაში იყავით აქამდე, ან თუ კი თქვენი პარტნიორის და თქვენს ცხოვრებაში იყო მაგიური ჩარევები, ჩემო მეგობრებო, ესეც სამართლიანად მოგვარდება, თქვენი ოცნებები ასრულდება ასე, რომ ამის იმედი ყოველთვის გქონდათ და იქონიეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დასრულდება. ცუდი ყველაფერი დასრულდება და თუ კი თქვენ პარტნიორს ელოდებით, პარტნიორი, რომელიც თქვენგან გაბრუნებულია და წასულია, ჩემო ძვირფასებო, ამ პარტნიორის დაბრუნება, ან კიდევ თუ კი თქვენ არ გინდათ წარსულის დაბრუნება და უკვე არაფერი აღარ გაკავშირებთ ამ ადამიანთან, ამ შემთხვევაში ახალი პარტნიორის შემოსვლა არის თქვენ ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო, რომელიც მოგცემთ ძალიან დიდ იმედს და მნიშვნელოვან გეგმებს დაგეგმავთ ამ ადამიანთან ერთად და აი ძალას იგრძნობთ ძალას, ჩემო ძვირფასებო. ბატონო, თქვენი პარტნიორი მოდის ემოციებით, მოდის რო იტყვიან რაღაც ახალის დაწყების დასაწყებად, ეს არის მოულოდნელი ახალი ამბები, ახალი შესაძლებლობები, ახალი შანსები თქვენი ცხოვრების, რომელიც მოგცემთ ძალიან დიდ სტიმულს. ივესალმები თქვენს ამბავს. აი თქვენ კიდევ აპრილში, ჩემო მეგობრებო, აი ნახეთ, ეს არის განოლება, ეს არის ნოლიდან ყველაფრის დაწყება, თუმცა შეიძლება წარსულიდანაც რაღაც კიდე ქაჩავდეთ უკან, მაგრამ ეს თქვენ ხელს არ შეგიშლით, ჩემო ძვირფასებო. აი ესეთ ენერგიებში ხართ. კიდევ როგორ ენერგიებში ხართ? კი, აი დასასრული, წასვლა იქედან, სადაც გულგატეხილი იყავით და მოკლედ თქვენ ამ ყველაფერს გრძნობთ უკვე, თქვენ უკვე იცით, რომ ეს უკვე ძალიან ახლოს არის, აი ეს პოზიცია და სიტუაცია, ამიტომ თქვენ ამ ყველაფერს უკვე ძალიან კარგად გრძნობთ. და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ასეც მოხდებოდა და ასეც მოხდება, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არი ნერვიულად ყველაფერი ძალიან კარგად იქნება უკვე მალე. აი თქვენი წარმატება. აი თქვენი ხვავი და ბარაკა, აი თქვენი მატერიალური პრობლემების მოგვარება, რაც შემოდის ფინანსები, რაც შემოდის დაცულობა ოჯახში, ახალი ამბები, ახალი შენაძენები, ბინის, მემკვიდრეობის, მანქანის, აი რაც გსურთ, რაც თქვენს გულს და სულს უხარია, ჩემო ძვირფასებო. თქვენი სურვილების და ოცნებების ასრულება. აი ათიანების მონეტა და ათიანების თასი. ოჯახი, ოჯახის შექმნა, ოჯახში დაბრუნება, ოჯახის განახლება, ახალი ოჯახი, ოჯახის წევრებიდან გვერდით დგომა თუ არ გქონდათ აქამდე და გულს გაკლდათ, მეგობრებო. აი ესეც გაქვთ ოჯახის წევრებიდან დახმარება, აი არ ვიცი, ყველაფერი კარგი, ასე რომ არ ინერვიულოთ, აი ესეთ ენერგიებში ხართ და ბალანსი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, აი ესეთ ენერგიებში ხართ და ძალიან კარგია და მიხარია, ასე რომ გავაგრძელოთ ეხლა ჩვენი სასურველი თემა. თუ რა იქნება აპრილში, რა უნდა შევცვალოთ აპრილში, რა დასრულდება აპრილში, რა რჩევას მოგცემთ სამყარო, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ვის ჩაი, ვის ყავა და თუ კი ემთხვეოდა თქვენს ენერგიებს, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ყურება. აი, სულიერებასთან ახლოს ხართ. სულიერებასთან ახლოს ხართ, აი კიდევ ქვემოდან არის ზრდა, შრომა, ფინანსები შემოდის, აი რაღაც მოლაპარაკებები შემოდის თქვენ ცხოვრებაში, მოკლედ უარს იტყვით მარტოობაზე, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არ ინერვიულოთ, თქვენ უკვე ბევრად წინ ხართ, ვიდრე აქამდე იყავით კიდევ. აბა რა შემოდის აპრილის თვეში? ფინანსები, მეგობრებო, ფინანსები, სიყვარული, რა მაგარია. აი რა ვქნა, მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო, ეხლა კარგად მისმინეთ. ბალანსი.
ეხლა კარგად მისმინეთ. ჩემო მეგობრებო, მოდი აღარ გავაგრძელებ. აი, რა მაგარია. აი, ჩემო ძვირფასებო. აქამდე თუ კი იყავით გულგატეხილები, აქამდე თუ კი გქონდათ გულის ტკენები, აქამდე თუ კი გქონდათ და ნამდვილად გქონდათ აი გულის ჩასერვები, ჩახანჯლულები, აი რო იტყვიან ჯოჯოხეთ გამოვლილები, რაც ესე ხმლებით მოიგერიეთ ყველაფერი, რაც დაასრულეთ, რაც საკუთარ თავთან იმუშავეთ და იმუშავეთ თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. აი ნახეთ შედეგი, თქვენი შრომის შედეგი, ჩემო ძვირფასებო. და აქ რა ხდება? კიდევ ვიმეორებ, თუ კი თქვენ არ გსურთ წარსულის უკან დაბრუნება და არ გსურთ საერთოდ წარსულზე ლაპარაკი და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ კი ეს ასეა, ჩემო მეგობრებო, მომიტევეთ, რადგან ბევრს უნდა, მაგრამ ბევრს არ უნდა. მე ვსაუბრობ იმაზე, ვისაც არ უნდა. აქ ახალი სიყვარული შემოდის. სიყვარული შემოდის უფლიდან დალოცვილი, ანგელოზების მფარველობით, რაც მოგიტანთ ბალანს, რაც მოგიტანთ გაუმჯობესებას თქვენი ცხოვრების, სადაც იგრძნობთ თავს დაცულად, სადაც იგრძნობთ ძალას, სადაც ადამიანი მოდის თქვენთან ემოციებით, მოდის სიყვარულით, მოდის ტრადიციებით. ეს არის სასწაული, ჩემო მეგობრებო. ბევრთან შეიძლება იყოს განახლება ურთიერთობის, მაგრამ აი 50-50-ზე მეგობრებო, ვისაც გსურთ ახალი ურთიერთობა შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ძალიან ბევრი მსმენელები ხართ, ასე რომ თქვენს პოზიციას მოერგეთ, ძალიან გთხოვთ, კარგად მოისმინეთ და დააკვირდით, რას ვამბობ. თუ კი არ გსურთ წარსულის დაბრუნება, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც იქნება ემოციით სავსე. რომელიც იქნება, აი, იცით როგორი ადამიანი თქვენს იმედებს რო გაამართლებს. აი თქვენ რო რწმენა დაგიბრუნდებათ, თქვენ რო სიმშვიდე დაგიბრუნდებათ, ჩემო მეგობრებო. აი ამას გრძნობთ თქვენ, აი თქვენ გრძნობთ ამ ყველაფერს უკვე, რომელიც იქნება ხვავის და ბარაქის შემომტანი თქვენთვის, თქვენს გვერდით იქნება ყოველთვის, ეს ადამიანი დაგიცავთ. ეს ადამიანი გამოგიყვანთ აი იმ ჯოჯოხეთიდან, იმ კოშკებიდან, იმ გრევებიდან, იმ გულის ტკენიდან, იქედან რაც გქონდათ აქამდე. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ამაზე კარგი არაფერი არ არის, ეხლა რასაც მე აქ ვხედავ. აი გზაშია მეგობრებო, გზაშია თქვენი ადამიანი მოდის ფინანსებით. ეს იქნება უძლიერესი ადამიანი, რომელიც რასაც ხელს მოკიდებს, ყველაფერს აკეთებს, კარგი განწყობით და კარგი მიზნებით, манипуляტორიც, მაგრამ კარგი გაგებით, ჩემო ძვირფასებო, ადამიანი, რომელიც არის პრაქტიკული ცოდნით და ადამიანი ბიზნესის ნიჭით და ადამიანი, რომელთანაც თავს იგრძნობთ სტაბილურად, ჩემო ძვირფასებო. აი ნახეთ, ორივეს გექნებათ ფინანსები, ეს ადამიანი მოდის თქვენთან ფინანსებით, მეგობრებო. ამ ადამიანს უყვარს გადაადგილება, ეს ადამიანი გადაადგილდება ხშირად, ჩემო ძვირფასებო. გზავრობით, სამოგზაუროთ, აი რაღაც ადგილსამყოფელი შეცვლით, შეიძლება უყვარდეს აი რა ვქნა, ტურისტული მოგზაურობაც, შეიძლება იყოს ემიგრაციაშიც, აი რაღაც თავისი ბიზნესი და საქმიანობა კონდეს, ადამიანი, რომელიც იქნება შავგრემანი, შავით მებით, ცოტა შეფერილი ჭაღარით რო იტყვიან, ადამიანი სამართლიანი, ადამიანი მოდის სამართლიანად თქვენთან და თქვენი ცხოვრების დასაბალანსებლად, ჩემო ძვირფასებო. ვაიმე, როგორ მიხარია, გილოცავთ. კიდევ ჩემო მეგობრებო, აბა რა შემოდის აპრილში. თქვენი ბედის ბორბალი უკვე დატრიალებულია და იმ მთვარედან გამოდიხართ და სიახლეებში გადადიხართ. ახალი ცხოვრება იწყება, რომელსაც გამოყავხართ დანაკარგებიდან. აი რა ვქნა მეგობრებო, სიყვარულით მოდის. ეს არის თქვენი სამყაროს საჩუქარი, სადაც სრულყოფილად იგრძნობთ თავს. ეს არის აი გამოცვლა, რაღაცის ასრულება, განხორციელება, ჩემო ძვირფასებო, ეს არის იმ დათესილი ნაყოფის აღება, რაც თქვენ აქამდე გაიარეთ და დათესეთ. აი ის, რაზეც იმუშავეთ, ის რაც გადაიტანეთ, აი ეს არის სამყაროს საჩუქარი და ეს არის თქვენი გამარჯვება. ვაი, რა მაგარია. ჩემო ძვირფასებო, ძალიან მაგარია.
კიდევ რა შემოდის აპრილში? რა შემოდის აპრილში? რა არის ის, რაც შემოდის და თქვენ უნდა იცოდეთ? კიდევ რა შემოდის აპრილში? ორი კარტი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. წარსულთან დარცვამთ წერტილს და თქვენ იგზნობთ თავს აი სრულყოფილად იმპერატრიცა, თქვენ გადადიხართ იმპერატრიცას პოზიციაზე, ჩემო ძვირფასებო. აი რაც აქამდე უნდა გქონოდათ, თქვენ ხდებით იმპერატრიცების სიყვარულით სავსე, პასუხისმგებლიანები ადამიანები, რომლებიც არიან უძლიერესები, თუ კი მამაკაცები მიყურებთ, იმპერატორის პოზიციაში გადადიხართ და თქვენს პარტნიორს, მამაკაცებო, თქვენზე ვსაუბრობ, თქვენს პარტნიორს, თქვენი პარტნიორი თავს იგრძნობს იმპერატრიცად, ჩემო ძვირფასებო. და მამაკაცებო, თქვენ დასვამთ ამ ყველაფერთან წერტილს, ანუ თქვენ გადაწყვიტავთ ყველაფერს, სასიკეთოდ, მამაკაცებო. კი ბატონო, განაჩენი, თქვენი გადაწყვეტილება მამაკაცებო. თქვენ გადაწყვიტავთ და თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, აი ზუსტად იმ სიყვარულით, თქვენ და თქვენი პარტნიორი დაუკავშირებთ ცხოვრებას ერთმანეთს, რაც იყო პირველი კარტი, აი, ჩემო მეგობრებო, ეს არის ტრადიციული საუბარი, ეს არის სულიერებასთან ახლოს, რაც იყო პირველი კარტი, ასე რომ წარმატებისკენ მიდიხართ. ამდენი უძილობა, ამდენი კამათი, ამდენი გაუგებრობა, მომიტევეთ და ამდენი მიჯაჭულობა და აი არაჯანსაღი ურთიერთობა და ცხოვრება სრულდება თქვენ ცხოვრებაში, ასე რომ ეს იქნება მოულოდნელი თქვენთვის, მოულოდნელი ოჯახის შექმნა, მოულოდნელი შეტყობინება, მოულოდნელი ადამიანის გამოჩენა, ახალი ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი მიზნები. და ეს არის მოკლედ, არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან კარგი, ბედნიერება, მხიარულება, მშვიდობა. ყველაფერი კარგი, აი, ჩემო ძვირფასებო, თქვენი პარტნიორი. ნახეთ, როგორ მინდა ეხლა ტრანსფორმაცია. თქვენი ცხოვრების ტრანსფორმაცია, ბატონო. თქვენი ცხოვრების ტრანსფორმაცია. ვიმეორებ. თუ კი ნებისმიერ თქვენთაგან სურს წარსულის დაბრუნება, თქვენი გადასაწყვეტია დაიბრუნებთ თუ არა, მაგრამ თუ კი გსურს წარსულის დაბრუნება, წარსულ ადამიანთან ცხოვრების ახალი დასაწყისი, მაგრამ არის ადამიანები, ვისაც არ სურს წარსული და უნდა ახალი. ჩემო მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ახალი პარტნიორი, მამაკაცებო, თქვენზეც ვსაუბრობ. თქვენს იგულისხმებით ამ ახალ პარტნიორში. კიდევ რა ხდება? კი ბატონო, ახალი დასაწყისი, ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი ფურცლიდან, სუფთა ფურცლიდან, რომელიც მოგიტანთ სიმშვიდეს, დამშვიდდებით. აი, თქვენი არსად არ წავა, მეგობრებო, თქვენ ხართ მესაკუთრეები და თქვენი არსად არ წავა, იცოდეთ ეს კარგად. თქვენი არასოდეს არსად არ წავა. კიდევ მოულოდნელად, ორ რიცხვში, მოულოდნელად, ორ ვადაში, ორ რიცხვში, ორ კვირაში, ორ დღეში, ორ კვირაში, ორ თვეში, მაქსიმუმ, მინიმუმ, ჩემო მეგობრებო. 2 საათში და 2 ვადაში, ორიანებთან კავშირში, ის რისთვისაც იბრძოლეთ. ეხლა მეგობრებო დაიწყებს მსვლელობას, თუ კი ელოდებოდით შემოთავაზებას, თქვენთან მოდის ადამიანი, რომელიც შემოგთავაზებთ გვერდში დგომას, პასუხისმგებლობას, ფინანსებს, საჩუქრებს. თუ კი იყო ეს დაპაუზებული ურთიერთობა, ეხლა დაიწყებს მსვლელობას. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არ ინერვიულოთ. თუ კი რაიმე ახალ ამბავს ელოდებოდით და აქამდე იყავით გაჩერებული, ან საბუთებს, ან რაიმეს ისეც გადაწყვეტილებებს, რაღაცას ელოდებოდით, აქამდე და იყო დაპაუზებული. ეხლა მიიღებთ, მეგობრებო. აი, თუ კი სასამართლო პროცესი გქონდათ და ჩემო მეგობრებო, აი ესეც ამ ორ ვადაში დასრულდება.
დასრულდება და ეს იქნება ადამიანი პასუხისმგებლიანი, ეს შეიძლება იყოს ადვოკატიც, თუ კი ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, ექიმი, თუ კი რაიმე საბუთების ხელწერა გჭირდებოდათ ან დამადასტურებელი რაიმე საბუთი, აქ ყველაფერი მოდის თქვენ და სასიკეთოდ. იმიტომ რომ უკვე აპრილში ამ ყველაფრის შედეგს ნახავთ, რასაც ელოდებით. მოდით, ეხლა მე მინდა ვკითხო კარტს. აი, რა რჩევას მოგცემთ სამყარო, აი, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ არაფერი არ გააკეთოთ და ვერც ვერაფერს ვერ აკეთებთ. თქვენ ხართ ეხლა ძალიან ჩაკეტილები ამ წუთას, აი ამ სიტუაციაში, აი ამ ეტაპზე თქვენ ეხლა ესე გაუნძრევლად ზიხართ, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, ნახეთ, თქვენთანაც მოდის მზე, თქვენთან ამოვა მზე, თქვენთანაც ამოდის მზე, ასე რომ არ ინერვიულოთ. ის რაც აქამდე დაფარული იყო, თქვენთან უკვე გამოაშკარავდება. ის რაც აქამდე არ იცოდით რა მოხდებოდა და თქვენთვის იყო გაურკვეველი. ის რაც ჭაობში იყავით, მომიტევეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ეს გაჩერებული სიტუაცია, რაც თქვენ ძალიან გაღიზიანებდათ, ამას ქვია ზუსტად ბალოტი, ჭაობი. ამ ჭაობიდან ამოდიხართ მეგობრებო. ეს უკვე თქვენთან აღარ მუშაობს, ფინანსების დაკეტვა, აი ეს სამკუთხედები, რა უნდა გააკეთოთ? ეს ყველაფერი სრულდება, მაგრამ თქვენთვის გაუგებარია, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? ჩემო ძვირფასებო, წარმატებისკენ მიდიხართ, ერთი შემიძლია გითხრათ. თუ კი გულგატეხილი ხართ ყველაფერზე წარსულზე, დატოვეთ და წადით წინ. აი ზუსტად იმ მსვლელობით, ეხლა როგორც მიდიხართ და დაისვენეთ ცოტა დაისვენეთ, ჩემო მეგობრებო, ყველაფრიდან დაისვენეთ, განიტვირთეთ და უფალს მიანდეთ ყველაფერი. ყველაფერი ძალიან კარგად გექნებათ. თავარია უფალს მიანდეთ. აი თქვენი ფინანსებიც. აი თქვენი ფინანსებიც. კიდევ რა? ის ადამიანები, აი კარტი მეუბნება, რომ იმ ადამიანებს, ვინც თქვენ ესე ზურგიდან სიბოროტე გაგიკეთეს, ამას გეუბნებათ კარტი. კარტი გეუბნებათ მეგობრებო, ამ ადამიანებზე ნუ იფიქრებთ. ეს მიანდეთ უფალს. იმ ადამიანებმა, ვინც გული გატკინეს. თქვენ არაფრის გადახდა, სამაგიეროს არ იფიქროთ. არ იფიქროთ მეგობრებო, თქვენ თუ ფიქრობთ ამაზე, არ იფიქროთ. ეს თქვენ არ იფიქროთ. თქვენ წარმატებისკენ მიდიხართ. თქვენ არ იფიქროთ ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლა, ეს რთული სიტუაციიდან გამოსვლა მიანდეთ უფალს. თქვენ იფიქრეთ მხოლოდ თქვენს წარმატებაზე, თქვენს ბედნიერებაზე, თქვენს დასვენებაზე, თქვენ რა გაგიხარდებათ, თქვენ როგორ მოგინდებათ, თქვენს გულს და სულს რაც სურს, ისე ჩემო ძვირფასებო, დანარჩენი მიანდეთ უფალს და უფალმა გადაწყვიტოს და უფალი გადაწყვიტავს თუ ვის რა სამაგიერო გადაუხადოს. ჩემო მეგობრებო, ასე რომ ძალიან მიხარია და მოხარული ვარ, რომ დღეს ესეთი ძალიან კარგი დადებითი საჯარო გაშლა გამოგვივიდა. მოდი, ეხლა მე მინდა კიდევ მაინც ვკითხო კარტს. აი ჩემს ესეთ ლამას და ასტას. თუ რა არის კიდევ ის, რაც უნდა იცოდეთ? რა არის აპრილში, რა შემოდის ის კიდევ, რაც უნდა იცოდეთ მეგობრებო? და მოდი ვნახოთ ეხლა. რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ? აპრილში რა შემოდის ის, რაც უნდა იცოდეთ? აბატონო, ჩემო მეგობრებო, ნახეთ, ისეთი სიყვარული შემოდის. ისეთი სიყვარული შემოდის, რომელიც იქნება თქვენთვის ფასეული, შეუფასებელი, თბილი, მეგობრული, ძალიან სასიამოვნო და ეს იქნება 100 წლით, დიდი ხნით და ეს მოხდება მოულოდნელად. აი მოულოდნელად თქვენთვის იქნება ეს ყველაფერი მოულოდნელი, ჩემო ძვირფასებო. ნახეთ რა ლამაზი სურათია, ასე რომ არ ინერვიულოთ, არაფერზე არ ინერვიულოთ, ჩემო ძვირფასებო. არ ინერვიულოთ არაფერზე, ორი კარტი გადმომივარდა და ნახეთ, აი ნახეთ.
არ ჩაებად გაურკვევლობაში, გამოიჩინეთ აი სიძლიერე და იყავით თამამები, აი კიდევ მეორე სიყვარულის კარტი და სამართლიანობის კარტი, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ელოდეთ ამ დიდ სიყვარულს. ეს სიყვარული იქნება განსხვავებული, ეს სიყვარული იქნება მოულოდნელი. აი იცი როგორი სიყვარული იქნება, აი ნდობა გექნებათ ერთმანეთის და კიდევ შემიძლია დავამატო ის, რომ თქვენ იქნებით განსხვავებულები. ეს ის არ არის, რაც თქვენ აქამდე გქონდათ, ან იცოდით, ეს არის სრულიად განსხვავებული სიყვარული. ეს არის ის, რომ აქ შეიძლება იყოს ასაკში სხვაობაც, მენტალური სხვაობა, რელიგიური სხვაობა, აი ყველანაირი სხვაობა. რადიკალურად განსხვავებული პარტნიორები, ჩემო მეგობრებო, ასე რომ ამ ყველაფერს გულით გისურვებთ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი და აი ის, რაზეც ოცნებობდით, ის, რაზეც აქამდე, ჩემო ძვირფასებო, აქამდე ლოცულობდით და სამართლიანად მოდის თქვენთან, სადაც თავს იგრძნობთ აი ძლიერად და ეს სიყვარული იქნება თქვენთვის აი კედელი. საყრდენი კედელი, ქვასავით ძლიერი, რასაც ვერასოდეს ვერაფერი ვერ გატეხავს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მთელი გულით და სულით გისურვებთ ამ ყველაფერს და აპრილიდან, აი დღეიდან და ხვალინდელი დღეც უკვე თქვენთვის ბედნიერების გათენებული იყოს. იმედი არასოდეს არ დაკარგოთ, წმენა არ დაკარგოთ. მიანდეთ სამყაროს და უფალს ყველაფერი, ისედაც ასე იქნება, როგორც უფალს სურს. ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენთვის ჯობია, თქვენთვის არის უკეთესი. გასაშვები გაუშვით და შეხვდით ამ ყველაფერს დიდი მადლიერებით, უფალთან მადლიერებით და მიანდეთ უფალს მართლაც ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაზე კარგად უფალმა იცის, როგორ მოაგვაროს ჩვენი პრობლემები, ჩემო ძვირფასებო. აი თქვენი სიყვარული, მეგობრებო და არაფერზე არ ინერვიულოთ, ისედაც ყველაფერი კარგად იქნება უკვე, ამიტომ ამად ღირდა ეს რო იტყვიან ტანჯული ცხოვრებაო, ვისთვის როგორ. მე კიდევ გელოდებით კომენტარებში, ვისთან როგორ რეზონირდება ჩემო ძვირფასებო, დავამატებ აქვე იმას, რომ თუ კი გსურთ ფასიანი გაშლები, შემეხმიანეთ, მეგობრებო, თუ კი YouTube-ზე ნახავთ ამ ვიდეოს ნომერი მითითებული მაქვს, თუ კი TikTok-ზე ნახავთ ჩემს ვიდეოს, იცოდეთ რომ მე TikTok-იც მაქვს, ჩემო YouTube გამომწერებო, ამავე სახელით, ამავე სურათით და შეგიძლიათ იქაც უყუროთ ჩემს საჯარო გაშლებს, იქ ბევრად უფრო მეტი ვიდეოები მიდევს და ასე რომ ვის როგორ მოგეხერხებათ ჩემო მეგობრებო, ასე რომ დამიტოვეთ შეტყობინება თუნდაც TikTok-ზე და შევთანხმდებით ვის როგორ და რა თემით სჭირდება საჯარო გაშლა. მე კი ყველაფერს გულით და მთელი არსებით გისურვებთ. წარმატებული და ბედნიერი დღე თქვენ ყველას, გაიხარეთ და მომიტევეთ ზოგჯერ რომ ვაგვიანებ, ჩემო მეგობრებო, ვიცი რომ ყველას ძალიან გჭირდებათ ჩემი გვერდში დგომა და მე კიდევ როგორც კი შევძლებ, ასევე თქვენს გვერდით მიგულეთ. აბა დროებით, ბედნიერი და წარმატებული დღე ყველას, გაიხარეთ.